კონკრეტულ ეპოქაში, კონკრეტულ საზოგადოებაში ამ ტექსტმა შეძლო რომ შეხებოდა ეპოქის ნერვს. ლიტერატურაში მოდაში შემოვიდა ადამიანი, რომელიც არ იქცევა კარგად და მარგინალია. შენ აღმოაჩენ რომ ეს სხვა და არაერთი ლიტერატურული ტექსტი ერთმანეთთან უცნაურ კომბინაციაშია შესული. ტექსტში, რომელშიც წერია ღმერთი ყარდა, პოსტმოდერნი ირონიულად თამაშობს კლასიკით. ზოგადად ასეთი ყნოსვაც ხო უკვე უცნაურია. ფაქტობრივად ნადირობს ამ ემოციებზე. ესეც არის ფაქტობრივად სუნამოს თუ სურნელის ერთ-ერთი სიმბოლური მნიშვნელობა. სუნამო ხო აქ მეტაფორაა. შვილ მკვდარი მამა ფაქტობრივად აი ამ სუნამოს ზემოქმედებით ეუბნება სტალინის მიერ დახვრეტილი ხალხის შვილებს, რომ სტალინი უყვარდათ. თანამედროვე მედიებს აქვთ უზარმაზარი ზემოქმედების უნარი ზუსტად იმის ხარჯზე, რომ ისინი ზემოქმედებენ ჩვენს არაცნობიერზე. აბსოლუტურად მარგინალური ტიპი, როგორც მაგალითად ჰიტლერი იყო, თავისი 3%-დან შეიძლება აღზევდეს ექსტაზის გამოწვევამდე. ნათქვამი რომ ყნოსვასთან ერთადო წაერთვაო გრძნობელობაო. ანუ ფაქტობრივად ჩვენ ვამჩნევთ, რომ ყველა პერსონაჟი მოკლებულია გრძნობელობას, ემპათიას. შეიძლება რომ გააბრუო მილიონობით ადამიანი და დააჯერო ის, რაც არის. და აი ამ ცივ რაციონალურ სამყაროს სურათს გვიხატავს ზუსკინდი ძალიან თანმიმდევრულად. ვისაუბრებთ პატრიკ ზუსკინდის სუნამოზე. მოგესალმებით, დღეს ხუთშაბათია, წიგნის დღე. სანამ დავიწყებთ წიგნზე საუბარს, მინდა გთხოვოთ გამოიწეროთ ჩვენი არხი, დაგვიკომენტაროთ, დააშეროთ, ამით თქვენ დაეხმარებით ჩვენი არხის მისმინეს პოპულარიზაციას. ჩემი სპონსორია ჩვენი პოდკასტის მთის წყალი, ეს არის წყალი ბრომატის გარეშე და საქართველოს უნივერსიტეტი, რომელიც ამბობს, რომ თავისუფალი ადამიანის გონებაში იბადება სამყაროს შეცვლის იდეა. ინოვაცია ხდება იქ, სადაც ერთმანეთს ცნობის მოყვარეობა და გამბედაობა ხდება. ჩემი სტუმარი კი დღეს არის ლევან საგარელი, პროფესორი, ლიტერატურათმცოდნე და ვისაუბრებთ პატრიკ ზუსკინდის სუნამოზე. მე არ დაგისვათ კითხვას, რატო ავირჩიეთ ეს წიგნი, უბრალოდ მინდა კითხოთ, მართლები არიან თუ არა პოსტმოდერნისტები, რომ ამბობდნენ, რომ პროგრესი სინამდვილეში არც ისე ცხადი რამ არის და შეიძლება ყველაფერი თუ შევხედავთ ახლა ტანკებით შეგრიხინებას ერთი ქვეყნის მეორეში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პოსტმოდერნიზმი მართალი იყო. გამარჯობა, დიდი მადლობა მოწვევისთვის. იშვიათად ვთანხმდები ხოლმე ასეთ ჩაწერას და ამ შემთხვევაში ლიტერატურა, ანუ ის თემა, რომელიც იყო შემოთავაზებული და ფორმატი იყო, ის რამაც გადამაწყვეტინა, რომ დაგთანხმებოდით და პრინციპში ძალიან მიხარია, რომ ეს გადაწყვეტილება მივიღე. ხო, პროგრესზე მე ვერ ვილაპარაკებ, ეს ალბათ ისეთი თემაა, რომელზეც უნდა იმსჯელონ კულტურის კვლევრებმა და პოლიტიკის მეცნიერებების ექსპერტებმა. მე შემიძლია რიგითი ადამიანის ვარაუდი გამოვთქვა, რომ პრინციპში ის იდეები, რომლებზეც დგას პოსტმოდერნი, მათ შორის იდეა იმის შესახებ, რომ ისტორია დასრულდა, მეტანარატივების, დიდი ნარატივების ხანა დასრულდა და ადამიანებს პრინციპში აღარ ექნებათ არავითარი საბაბი იმისთვის, რომ იბრძოლონ ერთმანეთთან, ან რაიმე იდეისთვის იბრძოლონ, ეს ჩვენთვის დღეს უკვე ნათელია, რომ არ მუშაობს რბილად, რომ ვთქვათ, ანუ ეს არის რაღაცეები, რაც როგორც ჩანს მოდური იყო თავის დროზე და შეიძლება უბრალოდ უნდათ კიდევაც ცივილიზებული სამყაროს წარმომადგენლებს, რომ ასე წარმოედგინათ კაცობრიობის მომავალი, რომელშიც ეგონათ, რომ აღარ იქნებოდა სერიოზული კონფლიქტების და თუნდაც დისკრიმინაციის, თუნდაც ჩაგვრის, თუნდაც ძალადობის საფუძველი, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ეს ასე არ არის და ჩვენ დღეს ვხედავთ ზუსტად იმას, რომ ომებით შესაძლებელია და ხდება კიდევაც, ვხედავთ მემარჯვენე ძალების მოძლიერებასაც და ასე შემდეგ, ასე რომ სავარაუდოდ შევდივართ რაღაც კიდევ სხვა ეპოქაში, ოღონდ იმისთვის რომ ამ ახალ ეპოქას დაერქვას თავის სახელი,
სახელები უკვე ტრიალებს, ბევრი სხვა სახელია, მეტამოდერნიზმი, ჰიპერმოდერნიზმი და ასე შემდეგ, საოცარი სახელები გვხვდება ამასობაში. და სულ არის ამის ახსნა, მაგრამ ბოლომდე მაინც გაურკვეველია. იცით რა, ვერც არის ახსნები, ზოგი ვარგა, ზოგი ნაკლებად, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გავიდეს დრო. სანამ არ გავა გარკვეული პერიოდი, მაგალითად, 9 საუკუნე, მანამდე თავის სახელს ვერ დავარქვევთ რაიმე ტენდენციას გნებავთ ლიტერატურაში, გნებავთ კულტურაში და შესაბამისად უბრალოდ ამას სჭირდება დრო და ალბათ თავის სახელი დაერქმევა და თვისებებიც ნელ-ნელა უფრო გამოიკვეთება და გაიმიჯნება წინამორბედი მიმდინარეობებიდან თუ რა ვიცი, სააზროვნო პარადიგმებიდან. ხო, მაგრამ თვითონ ამ ჩვენს დღევანდელ წიგნზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ გერმანული პოსტმოდერნიზმის მიუხედავად იმისა, რომ გავიდა 50 წელი, ჯერ არა, 85-ში გამოიცა შვეიცარიაში და ჯერ არ გასულა. კი, ნამდვილად. 50 წელი. კი, არა, 50 წელი არ გასულა, თუმცა ის რომ პოსტმოდერნიზმის ხანა იყო, მაშინ როცა გამოიცა და საერთოდ ეგ დღესაც გრძელდება, სხვა ვერსია ამ საკითხსაც მოგხსენებათ. ზოგი ვერსიით დასრულებულია პოსტმოდერნის ეპოქა, ზოგი ვერსიით არა. ნებისმიერ შემთხვევაში კი პოსტმოდერნიზმის ერთ-ერთ კლასიკურ ნიმუშად მიიჩნევა პატრიკ ზუსკინდის სუნამო, უფრო მეტიც ის მიიჩნევა მე-20 საუკუნის გერმანულენოვანი ლიტერატურის ორი დიდი ბესტსელერიდან ერთ-ერთად. პირველი იყო ერიხ მარია რემარკის დასავლეთის ფრონტზე არაფერი შეცვლილა, ხო, თარგმანი სათაურის ბევრნაირი არსებობს, მაგრამ მეგონი მაყურებლისთვის გასაგებია, რასაც გულისხმობ. ხო, რაც ეხლა შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ ბესტსელერი რო იყო, ეს არაფერს არ ნიშნავს, იმიტომ რომ ჩვენ ყველას გვაქვს ეს ერთგვარი ელიტისტური დამოკიდებულება ლიტერატურული სისტემის მიმართ. ხო, რაც ყველას ესმის არ მინდა, თუ კარგად გაიყიდა, ესე იგი არ ვარგა და მდარე გემოვნების დასაკმაყოფილებლად ვარგა მხოლოდ. სიამთვისე ესე არ არის ლიტერატურის სოციოლოგიაში, ჩვენ ვიცით, რომ გაყიდვადობა, ცუდი სიტყვა ვიცი, მაგრამ მაინც ბევრ რაღაცაზე მიანიშნებს. მათ შორის ყოველ შემთხვევაში პირდაპირ კორელაციაში არ არის იმასთან ტექსტი კარგია თუ ცუდი. არ არის პირდაპირ კორელაციაში და თანაც სულ მცირე იმაზე მიანიშნებს, რომ კონკრეტულ სოციალურ ფორმაციაში, კონკრეტულ ეპოქაში, კონკრეტულ საზოგადოებაში ამ ტექსტმა შეძლო რომ შეხებოდა ეპოქის ნერვს რბილად, რო ვთქვათ, ხო? ანუ ძალიან ბევრი ადამიანისთვის იყო აქტუალური. რაღაც მიზეზით. შეიძლება გაუცნობიერებელი, შეიძლება გაცნობიერებული, მაგრამ რაღაც მიზეზით იყო მნიშვნელოვანი, აქტუალური, ახლობელი და შესაბამისად გაიყიდა. ისე არ გაიყიდებოდა. ტექსტებიდანაც მნიშვნელოვნად გამოირჩევა, როგორც ხარისხით, ისე გაყიდვის. კი, სამწუხაროდ ეგეც უნდა ვაღიაროთ, რომ ზუსკინდი იმ წელების კატეგორიაში აღმოჩნდა, რომლებსაც ერთი მნიშვნელოვანი ტექსტი აქვთ დაწერილი, დიდი და დასამახსოვრებელი, რომელიც თავს დაიმკვიდრებს მე ლიტერატურის ისტორიაში და დანარჩენი ტექსტები შეიძლება ვთქვათ, რომ სულაც არ არის ურიგო, უბრალოდ ეს არ არის იგივე მასშტაბის ტექსტი და ბუნებრივია, რომ მათ ის რეზონანსი არ მოჰყოლია, როგორც მოყვა სუნამოს. ხო, რაც შეეხება იმას, რომ სუნამო არის პოსტმოდერნისტული ტექსტი, ძალიან ისეთი ამბავია გერმანულ ლიტერატურას ცოტა სპეციფიკური თავისი ისტორიული ყველა ლიტერატურას თავისი ისტორიული ეტაპები აქვს და თავისებური თანმიმდევრობა ამ მიმდინარეობების და ეპოქების. გერმანული ლიტერატურაც ამ მხრივ არ არის გამორჩეული, მაგრამ თავისთავად ცოტა იშვიათად ლაპარაკობენ ხოლმე გერმანულ პოსტმოდერნიზმზე. თუმცა სინამდვილეში არსებობს და არსებობს არა მარტო გერმანული, არამედ გერმანულენოვანი, იმიტომ რომ ავსტრიელი მწერლებიც ყავს, რომლებიც მშვენიერ პოსტმოდერნისტულ რომანებს წერენ. ქრისტოფ რანსმაიერი მაგალითად და რა ვიცი, რობერტ შნაიდერი და ასე შემდეგ, ხო, არიან ესენი და მათი ესე უგულებელყოფა არ შეიძლება და პრინციპში მაშინ, როდესაც პოსტმოდერნიზმი მკვიდრდება გერმანულ ლიტერატურაში, ეს არის პერიოდი, როდესაც გლობალიზაცია ძლიერდება მოდესად გლობალური პროცესი და 90-იანებიდან უკვე გერმანიის გაერთიანების შემდეგ გერმანია ხდება ამ დიდი გლობალური სამყაროს ნაწილი, რომელშიც მე კიდე სხვა სახით, ასე ვთქვათ, და სხვა რაღაცებით შევა ისტორიაში, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის ის მომენტი, როცა გერმანული ლიტერატურა გახდა მსოფლიო ლიტერატურის
ლიტერატურული პროცესის წილნაყარი ამითაც. გასაგებია, რომ გერმანულ ლიტერატურას ძალიან დიდი მემკვიდრეობა აქვს, ის მსოფლიო ლიტერატურის ნაწილი იყო, არის და იქნება, მაგრამ ამ ხრივაც კი გერმანული ლიტერატურა გახდა აი ამ რაღაცა გლობალური პროცესის მონაწილე, როდესაც შეიქმნა ეს ტექსტები. ალბათ ქვეყანამაც უნდა გაიაროს, ხო, ეს რაღაც არქაული ინდუსტრიალიზაციის პერიოდი, რომ მოდერნი კონდეს და მერე პოსტმოდერნი. ჩვენ ახლა ამ ხრივ არ ვიცი, სად ვართ ქართული პოსტმოდერნიზმი. ძალიან ძიმე თემაა, საქმე ისაა, რომ ევროპა ესე თავი ბუნებრივად არ მისულა პოსტმოდერნამდე, ხო? პოსტმოდერნი არის შედეგი ბევრი რაღაცის, დაწყებული მეორე მსოფლიო ომით და დამთავრებული სტუდენტური მოძრაობით. რაც ჩვენ არ ქონია. ხო, მეორე მსოფლიო ომი მეტნაკლებად ხო, გასაგებია, რომ გადაიტანა ქართულმა საზოგადოებამ, მაგრამ მერე ის პროცესები, რამაც ევროპაში მოიტანა ცნობიერების ცვლილება და მოიტანა თუნდაც პლურალიზმი, მოიტანა თუნდაც აქ ვერ იქნებოდა, იმიტომ რომ რეფლექსიის აკრძალული იყო კი რეფლექსია. ბატონო, ეს იყო დახშული სივრცე, სადაც შეუძლებელი იყო თუნდაც ლაპარაკი დეცენტრირებაზე, ხო, რაღაცა ცენტრალური ღირებულებათა სისტემის გადაფასებაზე და ალტერნატივების დაშვებაზე. ეს გამორიცხული ამბავი იყო, ამიტომაც აბსოლუტურად მithumetes ფრიკების შემოყვანაზე პერსონაჟებად. კი, ამიტომაც აბსოლუტურად გასაგებია, რომ ქართულ პოსტმოდერნიზმზე როცა ვლაპარაკობთ, სავარაუდოდ საქმე გვაქვს უფრო რაღაცა ხერხების მიბაძვასთან, ვიდრე მსოფლმხედველობრივ მზაობასთან ამისთვის, იმიტომ რომ რთულია ძალიან და დრო ჭირდება იმას, რომ მიხვიდე ამ ღირებულებათა სისტემამდე, რომელსაც ჩვენ ვაკავშირებთ პოსტმოდერნთან. და თავად ტექსტზეც რო გადავიდეთ, რატომ შეიძლება თქვენი აზრით ასეთი პოპულარული ყოფილიყო? აი ეს პირველი შრე რომ მიმოვიხილოთ, ხო, ეს რაღაცა კაცი ბაყაყი, ასე თქვა. პარიზში რო ხდება მოქმედება და ზუსტი თარიღებია დასახელებული, ეს არ ნიშნავს, რომ ეს კაცი მართლა ცხოვრობდა მე-18 საუკუნეში, მიუხედავად ისეთი ნამდვილი გვარების სახელები, აი ეს რო გადაამოწმოს ვინმე მოინდომოს, აი ეს ტრაექტორია, რასაც პარიზში გადიოდა, სადაც წავიდა, როგორც იარა, თითქოს ყველაფერი ზუსტად ისეა, როგორც იყოს და ამასთანავე მაინც ზღაპარია. რაღაც ერთგვარი ზღაპარიც არის და რაღაც ფსევდოისტორიული რომანიც და ყველანაირი, ანუ განსაზღვრა ძალიან ჭირს, მაგრამ ფაქტია, რომ აი ეს პირველი შრე, რასაც ქვია წაკითხვის, ძალიან კარგად იკითხება როგორც ორიგინალში, ისე გადასარევად ქართულადაც არის ნათარგმნი და კიდევ ძალიან ბევრ ენაზე. და რა არის აი ამ პირველ შრეში მომხიბვლელი? ის რომ ლიტერატურაში ისევ კი არა, ლიტერატურაში მოდაში შემოვიდა ადამიანი, რომელიც არ იქცევა კარგად, მარგინალია. ანუ მარგინალების გაპერსონაჟება მოხდა და ეს ალბათ ადამიანებს რო აინტერესებთ, მე ამაზე პასუხი მაგალითად ყოველდღიურად მეცემა TikTok-ზე რო შევდივარ, რა ტიპის ადამიანები ანტიქარიზმით იქცევა ყურადღებას. და ჩვენს გვიყვარს, ახლა მეც ვაღიარებ, რომ მიყვარს ასეთ პერსონაჟებზე კითხვა, ხო? ძალიან ბრავლის მომცველი კითხვა იყო და შევეცდები ახლა დავახარისხო და მეტნაკლებად ყველა ასპექტ შევეხმიანო. პირველ რიგში ალბათ რაღაცნაირად საინტერესო და სახალისოა მის გახსენება, როგორ გამოიცა ეს წიგნი. ზუსკინს არ ქონდა არანაირი მოლოდინი, რომ რაღაცა ბესტსელერი დაწერა. იყო სრულად უცნობი, მაშინ ახალგაზრდა საკმაოდ მწერალი, რომელმაც რიგით გამომცემლობას ეხა აღარც მახსოვს, რომელ გამომცემლობას, მაგრამ პატარა გამომცემლობას, შედარებით უმნიშვნელო გამომცემლობას გაუგზავნა თავისი ხელნაწერი. და მას ეს ხელნაწერი ჯერ გამოუბრუნეს. და მერე უთხრეს, რომ დაგიბეჭდავთო მცირე ტირაჟით. და დაიბეჭდა ახლა გერმანული და ევროპული მასშტაბებით ძალიან მცირე ტირაჟით, ხო, რაღაც რამდენიმე ასეული წიგნი გამოიცა, რომელიც როგორც ჩანს, უბრალოდ ძილობისთვის დაიდო რომელიღაცა წიგნის მაღაზიაში. ევროპელ განსაკუთრებით გერმანელებზე შემიძლია ვილაპარაკო ყველა ევროპულ ქვეყანაზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ გერმანელ მასწავლებლებს გიმნაზიის საფეხურის ყოველ შემთხვევაში მასწავლებლებს აქვთ ერთი არაჩვეულებრივი შესაძლებლობა. მათ აქვთ უფლება და პრინციპში ვალდებულებაც, რომ თანამედროვე ლიტერატურა იკითხონ და შეარჩიონ მასში ის წიგნები, რომლებსაც შეიტანდნენ თავიანთ გაკვეთილზე განსახილვად. პირადი გადაწყვეტილებით. პროგრამა რა თქმა უნდა არსებობს,
მაგრამ იმ პროგრამის მიღმა დაახლოებით 1/3 თუ 1/4-ის მოცულობით მას აქვს უფლება რომ თავად გადაწყვიტოს რას განიხილავენ თუნდაც გერმანული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე. და მოხდა ისე რომ რომელიღაცა გიმნაზიის მასწავლებელს უყიდია ეს წიგნი, მოსწონებია და გადაუწყვეტია რომ სკოლაში გაივლის. თავის უფროს კლასელ მოსწავლეებთან ერთად. შემდეგ მოხდა ისე რომ ეს წიგნი წაიკითხა და იყიდა ყველა მოზარდმა, მერე მათმა მშობლებმა აიტაცეს და მოიხიბლნენ ამ წიგნით, შემდეგ სხვა მასწავლებლები მოიხიბლნენ, შემდეგ სხვა უბნის სკოლა მოიხიბლა, იქაც გავრცელდა ხმა ამ წიგნის შესახებ და უცებ აღმოჩნდა რომ ტირაჟი ამოიყიდა. და თან ერთი ძალიან ჩემთვის ძალიან კარგი ნიშანია რომ მაგალითად ამხელა თავისუფლება შეიძლება იყოს მასწავლებელში ტექსტში რომელშიც წერი აღმერთი ყარდა არ იყოს დაბრკოლება იმისთვის რომ ეს სკოლაში შეიტანოს იმიტომ რომ ჩვენთან წარმომიდგენია ასეთი მე მგონია რომ მაქროც მაგაზე საუბრობთ ხოლმე მაგისტრანტებთან ეს არის ნამდვილად რაღაცა რაც შეიძლება შეგვშურდეს იმიტომ რომ გარდა იმისა რომ ფაქტობრივად წარმოიდგინეთ ესე გერმანელი მასწავლებელი მუდმივად იზრდება ესე იგი სულ კითხულობს რაღაცას, იმიტომ რომ სულ რაღაცა უნდა დაამატოს პროგრამას. ეს ერთი პასუხისგებლობაც პასუხისგებლობაც და თავისუფლებაც არის აქ, ხო? ესე იგი აქ ფაქტიურად არავინ არ ერევა მის კომპეტენციებში, მისი ჯერათ, მისი კომპეტენციებისაც ჯერათ და მიაჩნიათ, რომ რა კი ანდეს საგანი, ესე იგი მას შეუძლია თავადაც გადაწყვიტოს რა მასალას შეიტანს განსახილველად. მე ვთვლი, რომ ეს ძალიან დიდი ბედნიერება, რომელიც ხო არის რაღაც აკრძალვები მაგალითად. ალბათ ხო, ალბათ არის ასაკობრივი და კი, ალბათ არის ასაკობრივი და გარკვეულ თვალსაზრისით იდეოლოგიური შებადავა ვთქვათ აკრძალვები, მაგრამ საერთოდ ეს ეხება რაღაც ძალიან კონკრეტულ ტექსტებს და კონკრეტულ თემატიკას. ყოველ შემთხვევაში ეს ტექსტი არ არის ასეთი ადვილი შესატანი სკოლაში როგორც შეიძლება ჩანდეს, ხო? გააჩნია როგორ შეიტანდა რომელ ასაკის მოსწავლესთან. ნებისმიერ შემთხვევაში ეს წიგნი უცებ ამოიყიდა და მერე უკვე შეისყიდა დიდმა გამომცემლობამ მისი უფლებები, ეს ჩვეულებრივი ბიზნეს პროცესია ფაქტობრივად, უკვე გაიყიდა დიდი ანუ გამოიცა დიდი ტირაჟით და უკვე დღეს ვიცით რომ ძალიან მრავალი ტირაჟია გამოცემული, ძალიან ბევრი და გარდა ამ ტირაჟებისა ვიცით რომ გაიყიდა მისი უფლებები ფილმზე, ასევე ვიცით რომ ითარგმნა ძალიან ბევრ ენაზე და ასე შემდეგ. აქვე დავამატოთ რომ თვითონ ფილმის პრემიერაზე არ წავიდა გაბრაზდა. კი, ამაზე მე ვილაპარაკო თუ გინდა ფილმზე და ტექსტის შედარებას. ნებისმიერ შემთხვევაში აი ამ შემთხვევითი სასკოლო პროცესიდან მოყოლებული მოხდა რაღაცნაირად მოხერხდა ამ წიგნის პოპულარიზაცია და შემდეგ რა თქმა უნდა უკვე ლიტერატურათმცოდნეობაც მეტნაკლებად დაინტერესდა ამ წიგნით. გერმანული ლიტერატურათმცოდნეობა, ზოგადად დასავლური ლიტერატურათმცოდნეობას აქვს ერთი ძალიან კარგი თვისება, ისინი არ ითვალწუნებენ ხოლმე თანამედროვე უახლეს ტექსტებს. განსხვავებით აღმოსავლეთისგან, ჩვენ სადღაც შუაში ვართ მე მგონი, ხო? იმიტომ რომ ჩვენ სადღაც ვთვლით რომ თანამედროვე ტექსტების კითხვა კაია, მაგრამ ცოტა რთულად წარმოგვიდგენია თანამედროვე ტექსტების კვლევა. ამ დროს ესეც შესაძლებელია და არაფერი შეუძლებელი ამაში არ არის. მე მგონი ჩვენ ხალხს გვიშლის ის რომ ძალიან პატარები ვართ, ანუ პატარა ქვეყანა ვართ და პირდაპირ გვარებით ადამიანის გაკრიტიკებას მოყვება ხოლმე მე სულ სხვა ტიპის პრობლემები. აი მე რამდენჯერაც თქვათ მინახავს თქვენი სტატუსიც კრიტიკული რაღაცაზე იმიტომ რომ დიდი ინტერესით თვალს ვადევნებ თქვენს კრიტიკას, მაინც ესე პირდაპირ გვარებით და სახელებით ცოტა ხო ყოფილა ასეთიც, მაგრამ ნუ ეს ადამიანი რომ იქვე არის ძალიან ახლოს სივრცეში, რაღაც უხერხულობას ჩემი აზრით ქმნის. შეიძლება. რაც არ უნდა კორექტული იყოს კრიტიკა, აი არილშიც ყოფილა ხოლმე, საკმაოდ კორექტული კრიტიკა, მაგრამ აი ნუ მე შეიძლება ადამიანი გადაგეკიდოს. შემდეგ სცემოს კიდევაც რომელიმე მწერალმა. კი, არაფერი არ არის ამ საზოგადოებაში ალბათ გამორიცხული, მაგრამ ხოლმე ჩვენი იმით მაგრამ კრიტიკა იცით რა, მაინდა-მაინც არ უნდა იყოს აგრესიული უარყოფითი და ხო, არა, ზოგადად შეიძლება განხილვა იყოს. კრიტიკა ემსახურება შუამავლობას, მწერალს და მკითხველს შორის. და ეს ძალიან კარგი სამუშაოა სინამდვილეში.
მაგრამ ეს ითვალისწინებს იმ დაშვებასაც, რომ ვიღაცას თუ ტექსტი არ მოეწონა, შედარება გააკეთოს იმ ახალ ტექსტთან, რომელიც მოეწონა. კი, რა თქმა უნდა, თუმცა როგორც წესი კრიტიკული ესე იწერება ხოლმე ანალიზია და ფელეტონი იმისთვის, რომ რეკლამა გაუკეთდეს ხოლმე ახალ წიგნს. თუმცა ყველაფერი სხვა შემთხვევებიც არსებობს, რა თქმა უნდა, დასაჯი. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ ლიტერატურული კრიტიკა რომ სუსტი გვაქვს ძალიან და ეს გასაგებია, მაგრამ მე ვიტყოდი, რომ აკადემიური სამეცნიერო კვლევაც ამ შემთხვევაში არ გულისხმობს აი შუამავლობას ფელეტონის ფორმატში, გულისხმობს ანალიზს და კვლევას, ესეც რაღაცა ცოტა თავს ვიკავებთ, როდესაც საქმე ეხება მაგალითად შარშანდელ რომანს. რაღაცა გონია, რომ აუცილებლად უნდა დაბერდეს ეს რომანი, დაძველდეს, ავტორი მოკვდეს მისი და რაღაცა რომ მეერე თუ კიდევ შერჩა რომელიღაცა თაროზე წიგნის მაღაზიის ან ბიბლიოთეკის, აი მეერე გავბედავთ მასზე. ან თუ გამოდგა პროვიდენციალური. ხო, ან თუ მეერე აღმოჩნდა რომ აღიარეთ ჩვენს რაღაც ძვირფას კანონიკურ ტექსტად. გერმანიაში ესე არ არის. თქვენ შეგიძლიათ მე ძალიან კარგად მახსოვს 2008 წელს რომელიღაცა კვლევითი მივლინები ჩავედით და მეგონა რომ რანსმაიერზე არაფერი არ დამხვდებოდა ბიბლიოთეკაში და დამხვდა 2 თარო. რანსმაიერის წიგნი გამოცემული 90-იანებში. ანუ იმ რაღაცა დაახლოებით 10-15 წლის განმავლობაში, რომელიც მაშორებდა წიგნის გამოცემას, ფაქტობრივად 2 თარო დაიწერა სამეცნიერო კვლევებისა. კრიტიკას არ გულისხმობ. კრიტიკა გასაგებია, რომ ავტომატურად მოყვება გერმანიაში ყველა ახალ გამოცემას. კაი, ამ თემას რომ დავანებო და დავბრუნდეთ უკან, ასე დაიწყო, ესე იგი, ზუსკინდის სუნამოს რეცეფცია. მაგრამ ეს რა თქმა უნდა არ ხსნის იმას, რატომ არის ეს ტექსტი მიმზიდველი ამდენი ადამიანისთვის, ხო? თქვენ ახსენეთ ჟანრები, ახსენეთ ასევე საფრანგეთი. მოდი დავიწყოთ პირდაპირ ძალიან კონკრეტული საკითხით. ეს ტექსტი არის მრავალშრიანი, სუმცირე ორშრიანი და ამ მხრივაც კლასიკური ნიმუშია პოსტმოდერნიზმისა. რატო? იმიტომ რომ მას აქ ერთი შრე, რომელიც მისდევს როგორც წესი ტრივიალური ლიტერატურული ჟანრის სქემას, ან რამდენიმე ჟანრის ნაერთია სულაც და ეს შრე ძალიან ადვილად აღსაქმელია ნებისმიერი მკითხველისთვის, ძალიან სახალისოა, ჩამთრევია და ასე შემდეგ. რო დავაკონკრეტოთ, ზუსკინდის სუნამო მისდევს დეტექტიური რომანის სქემასაც, იმიტომ რომ ყავს გამომძიებელი, რომელიც იძიებს სიკვდილის შემკვლელობებს, ასე ვთქვა და უნდა გაარკვიოს ვინ არის მკვლელი. გვაქვს ასევე რაღაცა სასიყვარულო რომანის ელემენტები, იმიტომ რომ ფაქტია, რომ ვიღაცა დაძდევს ლამაზმანებს, ახალგაზრდა გოგოებს, ახალგაზრდა გოგო რა ოქსიმორონია თავისთავად, ხო, ანუ ახალგაზრდა ქალებს და აქ არის გარკვეული ეროტიკული მომენტი ჩადებული. გვაქვს საშინელებათა ჟანრის რაღაცა კომპონენტები, იმიტომ რომ მოქმედი პირია, რომელსაც რაღაცა უცნაური უნარები აქვს, ღამით ხედავს ვითომ ყველაფერს იმაში ვერ ხედავს, მაგრამ გძნობს ცხვირით, ასე ვთქვათ. ზოგადად ასეთი ყნოსვაც ხო უკვე უცნაურია. ხო, უცნაური, რა თქმა უნდა. არ არსებობს. კი, მაგივრ რეალიზმის კომპონენტია ეს თუ ძალიან კაცრად. ევოლუციამ დაგვაკარგინა სხვათა შორის ჩვენ ეგ ყნოსვის ესეთი დაგვიბლაგვა, იმიტომ რომ არ გვჭირდებოდა და უცებ ეს გამოიყენა მწერალმა იმისთვის, რომ სინამდვილეში. ნამდვილად ძალიან გონივრულად აქვს ბევრი რამე გამოყენებული და ეს არის მოკლედ ერთი შრე ესეთი, რომელიც ჩაითრევს ბევრი სხვადასხვა ჟანრით გატაცებულ მკითხველს, ხო? დეტექტივი შეიძლება ქონოდა ეგეთ სერიალი მაგალითად, სერიალ მკვლელზე, რომელიც ყნოსვას ამიკვირს რო არაკეთებენ ეს სერიალს ამას. კი ბატონო, ეს არის ერთი ფენა. და არის მე აუცილებლად მეორე ფენა, რომელიც ძალიან რიგითი მკითხველისთვის ან დამწყები მკითხველისთვის შეიძლება შეუმჩნეველიც დარჩეს, მაგრამ თუ მკითხველი, ისეთი მკითხველის ხელში ჩავარდება ეს წიგნი, რომელსაც ცოტა გამოცდილება აქვს ლიტერატურული ან ლიტერატურის კითხვის. ძალიან კორექტულად ამბობთ ახლა იმას, რომ უნდა წაკითხული კონდეს რაღაც წიგნები, რომ მეორე შრე გაიგოს. გამოცდილება კი არა, ბაზა წიგნების. ხო, რაღაცა ტიპის თეზაური, ლიტერატურული თეზაურუსი და ხო, შამისო თუ წაკითხული კიდე სხვანაირად მოეწონა. ცოტაოდენი ლიტერატურა უნდა თუ გვაქვს წაკითხული, აღმოაჩენ მეორე შრეს. რბილად რა ვთქვა და ის მეორე შრე იქნება, იმ მეორე შრეს ექნება თავისი ხიბლი. იმიტომ რომ შენ აღმოაჩენ სხვა
ლიტერატურული ტექსტების კვალს, შენ აღმოაჩენ, რომ ეს სხვა ლიტერატურული ტექსტები არის ამობრუნებული და შეტრიალებული და შენ აღმოაჩენ, რომ ეს სხვა და არაერთი ლიტერატურული ტექსტი ერთმანეთთან უცნაურ კომბინაციაშია შესული და მოულოდნელ კომბინაციაში. საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი აღიძრავს აი მოულოდნელობის ეფექტს. და სიხარულიც ხომ აქვს, როცა მკითხველს აქვს ის გამოცნობის სიხარული ინტერტექსტის და ციტატების სხვა ტექსტებიდან, რომ მიხვდება, რომ აი ხო ეს კი, ანუ რო კითხულობ, ხსნები რომ ეს ხო საიდანღაც მეცნობა. კი. ეს არის გადათამაშებული რაღაცა მერე კიდევ რაღაცა. თქვენ აძლევთ ხოლმე წესაკითხად, აი რისი, თქვა შამისოც წაიკითხე. ხო, ესეთ ამამი ვერა ვარ სამწუხაროდ მით უმეტეს რომ ყველაფერი ქართულად არ არის ნათარგმნი, რაღაცები არის ნათარგმნი, რა თქმა უნდა, კიდევ კაი, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ეს ერთი რომანის გამო ვერ ვაიძულებ, რომ კიდე 10 წიგნი წაიკითხონ, თუმცა ეს შეიძლება ცალკე კურსადაც გაკეთდეს, როდისმე რომ მოდით მივახლოვდეთ ზუსკინს სხვა ტექსტების მეშვეობით. რა თქმა უნდა, ძალიან კარგი იდეა იქნება. ჯერ არ გამიკეთებია, მაგრამ ვინც ეგ როდისმე გავაკეთოთ თუ გადავრჩებით აკადემიურ სივრცეში. ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის სიხარული არის. როცა გამოიცნობ მომენტი ნამდვილად არის მოულოდნელობის, აღტაცების და რაღაც ნაცნობის აღმოჩენის. ნამდვილად ახლავს ეს მომენტი. ეს არის ორი შრე. ეს თანამედროვე პოსტმოდერნისტი მწერლები მიიჩნევა, რომ სულ ამ ასეთ ორშრიან ტექსტებს წერენ ზუსტად იმისთვის, რომ მათი ტექსტები ერთი მხრივ გაიყიდოს და ქონდათ შემოსავალი, იმიტომ რომ ისინი ყველანი თავისუფალი მწერლებია, უმეტესად თავისუფალი მწერლებია და ლიტერატურulma საქმიანობამ მათ შემოსავალი უნდა მოუტანოს და ეს სულაც არ არის დასაძრახი სინამდვილეში. მეორე მხარე არის, რომ მათ აქვთ, რა თქმა უნდა, ამბიცია, რომ ადგილი დაემკვიდრონ ლიტერატურის ისტორიაში და ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ლიტერატურის კვლევრები დაინტერესდებიან ამ ტექსტით და კეისრის კი, დაახლოებით, ანუ ორი მიმართულებით უნდა იბრძოლოს პოსტმოდერნისტმა წერალმა. ამას ვუწოდებთ ორშრიანობას, ხო. მოდი, ანუ ერთი პასუხი თქვენს კითხვაზე, რატომ მიიპყრო ყურადღება, არის ალბათ ეს ორშრიანობა, ანუ ძალიან ბევრი მარგინალების მიმართ ინტერესი რამ გამოიწვია ლიტერატურაში. ეს არის მეორე, ეს უკვე პოსტმოდერნული სოფხედველობის განუყოფელი ნაწილია. რა არის პოსტმოდერნი, ხო? ეხლა ძალიან ბევრი შეიძლება ამაზე ლაპარაკი და ბევრგვარი თეორიაა და ჯერთი პოსტმოდერნი როგორც ფილოსოფიური პარადიგმა სხვა რამეა და როგორც ესთეტიკური პარადიგმა კიდევ თავისი მახასიათებლებით ხასიათდება, თუმცა მათ შორის კავშირი რო არის, ესეც ცხადია. პოსტმოდერნი შეიძლება ძალიან მარტივად ესე ავხსნათ, ეს არის დაბრუნება წარსულისკენ, თან ისე ვამბობ, ზოგადად დარბილად, იმ თვალსაზრისით, რომ თუ შევადარებთ მოდერნიზმს, ხო, მოდერნიზმი რა იყო? წარსულის ნგრევა, მასთან დაპირისპირება, მის წინააღმდეგ პროტესტი, ავტორიტეტების მსხვერვა, ამ რაღაც ღირებულებათა სისტემების ში დაეჭვება და ამავდროულად ეს იყო კლასიკური მოდერნი, ხო, კლასიკური მოდერნიზმი თუ გნებავთ. აი ამას პოსტმოდერნიზმი ზუსტად იმით უპირისპირდება, რომ აი ეს აგრესია ძველის მიმართ აღარა აქვს, ხო? ეს არის ერთგვარი შემოbrunება კლასიკისკენ. ოღონდ შემოbrunებაც არ არის მთლად ნეიტრალური. ამ შემოbrunებას ახლავს თამაშის კომპონენტი. ირონიის. პოსტმოდერნი, ხო, ირონიის. პოსტმოდერნი ირონიულად თამაშობს კლასიკით. ამ თამაში არის ერთი მხრივ აღიარებაც იმ კლასიკისა, მაგრამ ამავდროს იმ მიამიტური წარმოდგენების, იმ მიამიტური ღირებულებათა სისტემების თუ იდეების დაცინვაც, რომლებიც შეიძლება ამოვიკითხოთ კლასიკურ ლიტერატურაში, ხო? აი ეს ოღონდ ამას პოსტმოდერნი და პოსტმოდერნიზმი უკვე მოგვიდი შეგვიძლია ასეც ვთქვათ, აკეთებს თამაშით, ისე ვიმეორებ. რათა გვაჩვენოს საბოლოო ჯამში ღირებულებათა სისტემების ფარდობითობა. ანუ ფაქტობრივად მთელი პოსტმოდერნი არის მცდელობა იმის ჩვენებისა, რომ არც ერთი ღირებულებათა სისტემა, უბრალოდ ღირებულებათა არც ერთი სისტემა არ არის ერთადერთი სწორი
და მყარიც. მყარი, მდგრადი. იმიტომაც არის, რომ აი იმის მტკიცება მაგალითად, რომ აი რაღაც დაკანონდა და შეკცევადი აღარ არის, პოსტმოდერნიზმმა დაამტკიცა, რომ მართალი იყო ამ ყველასთან, მოკლედ ამ ხრივ, ხო, ირონიული დამოკიდებული. მაგრამ ეს ნივსოტა გადნაზნაჩნე რუსების ამახო არ შვა. აი რაღაც გადღაბნილი როა ცოტა ეს ღირებულება. პოსტმოდერნიზმი პოსტმოდერნი მე არ ვაპირებ ყველაფერი მას დავაბრალო, რა თქმა უნდა, მაგრამ ნუ სამშობლო. პოსტმოდერნს ხანდახან აბრალებ ხოლმე ღირებულებათა გაუფასურებას და რაღაცნაირად იმ სოფხედველობრივი ღერძის მოშლას, რომელიც ყველა ადამიანს სინამდვილეში მართლა გვჭირდება. კი, აი ამ წიგნის მაგალითზე ვთქვათ, მოდით, რომ ძალიან რო არ გავწდეთ, რომ მაგალითად იმდენად გავს ეს ინიციაციის სცენაც გამოგვაბუშდა ნებისმიერი წმინდანის ცხოვრებასაც, რომელიც შეიძლება თუ კარგად ჩავეძიებით ისინიც რაღაც მენტალური პრობლემებით ადამიანები რეალურ ცხოვრებაში, მაგრამ აი ამ ყველასათვის საზიზღარ ადამიანსაც თავისი ანტიქარიზმით, რომელზეც იმუშავა, რომ ქარიზმად ქცეულიყო, იგივე შანსი აქვს, რომ ზუსტად ისე გაბრძნან, როგორც წმინდანი და კარგი ადამიანი. ანუ არ აქვს მნიშვნელობა მასების სიყვარულს ვინ იმსახურებს, ხო? და თან ისტორიამაც გამოაჩინა, რომ ხო, ეხლა არის მე ვხედავ გადაძახილს იმასთანაც, რომ აბსოლუტურად მარგინალური ტიპი, როგორც მაგალითად ჰიტლერი იყო, თავისი 3%-დან შეიძლება აღზევდეს ექსტაზის გამოწვევამდე ადამიანებში, ხო? ესე იგი ამიტომაც მგონია, რომ დამაჯერებელია ეს. არ გაგანცდა, რომ როგორ შეიძლება ეს სადღაც გაჩენილი უსახური, ყველანაირად დამახინჯებული არსება ფსიქოპატის ენერგეტიკით უცებ აი ესეთ იმას, თუნდაც ხელოვნურად შექმნილი უნდა მოხო აქ მეტაფორა და ხო, ეს პირდაპირ მასშია, ბოლო კითხვასთან, რომელსაც ვერ პასუხე და ამიტომ დავბრუნდები ხა. დაინტერესება ყველაფერი იმით, რაც დასავლურ ცივილიზაციაში და ფილოსოფიაში და ზოგადად სოფხედველობაში იყო გარიყული, უგულებელყოფილი, შეიძლება დაჩაგრულიც კი საუკუნეების განმავლობაში არის შესაბამისად პოსტმოდერნის ძირითადი მახასიათებელი, ხო? პოსტმოდერნული ცნობიერების და მერე ეს რა თქმა უნდა პოსტმოდერნისტულ ესთეტიკაზეც აისახება, ზუსტად იმით, რომ ყურადღების ცენტრში ექცევა მარგინალური პერსონაჟი, მარგინალური სივრცე, რაღაცა ისეთი, რაზეც მანამდე არასდროს არ ყოფილა ყურადღება გამახვილებული, ხო? ესეც არის ძალიან ერთი მხრივ რომ დაფიქრე ძალიან დემოკრატიული რაღაც მომენტია ამას ჩადებული, იმიტომ რომ რატომ უნდა გვაინტერესებდეს სულ რაღაცით საინტერესო და გამორჩეული და დიდებული და რაღაცნაირი ქარიზმატული ფიგურები. ხო შეიძლება გაინტერესებდეს ჩვეულებრივი ადამიანი, ან ხო შეიძლება გაინტერესებდეს დაჩაგრული ადამიანი, ხო? შეიძლება გაინტერესებდეს დაჩაგრული ადამიანი, შეიძლება გაინტერესებდეს ადამიანი, რომლის ხმაც არსად არის მის, ხო? აი ეს ცვლილება ფოკუსის მოიტანა პოსტმოდერნმა ლიტერატურაში და მე მგონია რომ ძალიან საინტერესო ცვლილება, იმიტომ რომ პრინციპში მიუხედავად იმისა, რომ ყველა პოსტმოდერნისტული ტექსტი ყოველთვის ის რომლებიც ცნობილია ერთგვარი თამაშია კლასიკასთან და ამ კლასიკური შედევრების გადამღერება უხეშად რა ვთქვათ, ხო? მიუხედავად ამისა, ყველა მათგანს აქვს ზუსტად ეს ხიბლი, რომ უბრალოდ გადამღერება კი არ არის, აი იმ ღირებულებათა სისტემების, იმ ცენტრების გადაფასება, იმ ცენტრების რღვევა და იმ ცენტრის, იმ სოფხედველობრივი ცენტრების რღვევის შედეგად შესაძლებელი ხდება, რომ დავინახოთ რაღაცა, რასაც მანამდე ვერ ვხედავდით, ვერ ვამჩნევდით და ამ ხრივ მე ვერ ვეთანხმები მაგალითად ლიტერატურის კრიტიკოსების იმ ნაწილს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ პოსტმოდერნიზმი არის ეპიგონური რაღაცა პერიოდი ლიტერატურის ისტორიაში, რომელიც ფაქტობრივად შემოქმედებითი კრიზისით არის აღბეჭდილი. არ არის მთლად ესე და არ მგონია ადვილი იყოს პოსტმოდერნისტული ტექსტის დაწერა. იმიტომ რომ აი ამ თამაშის აწყობა ისე რომ მივიღოთ რაღაცნაირად თანმიმდევრული მწყობრი ლიტერატურული ტექსტი და სიუჟეტი არ არის ესეთი მარტივი. ეხლა რომ გადავიდეთ კიდევ იყო რაღაც საკითხი დასმული, ხო მარგინალური პერსონაჟის შესახებ და საფრანგეთზე იყო კიდე დასმული, ხო ეს მინდოდა მეთქვა. რატომ საფრანგეთი?
ხო? ეს ძალიან ისეთი კითხვა რატო წერს 1985 წელს გერმანელი მწერალი მე-18 საუკუნის საფრანგეთზე. რა შუაშია, საიდან სადაა, ხო? ეს ძალიან ისეთი კითხვა გიჩნდება. და სიამოვნებაში არც ის არ რთულია ამის მოფიქრება, პასუხის, ან სავარაუდო პასუხის ამ კითხვაზე. რა არის მე-18 საუკუნის საფრანგეთში რა ხდება? ეს არის მოდერნის ხანა, ხო? ეს არის განმანათლებლობა მოხდა, ასე ვთქვათ, ან მიდის თუ გნებავთ და განმანათლებლობას მოაქვს საფრანგეთის ბურჟუაზიული რევოლუცია, ხო? და ეს უკანა პლანზე რომანშიც იგრძნობა. კი. რომ რევოლუცია ახლოვდება და ვიღაცის დანაზოგებიც ეწირება ამას. შეიძლება. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ გვგრძნობთ ამ განმანათლებლური მსოფლმხედველობის გაბატონებას ფრანგული საზოგადოების ფაქტობრივად ყველა ფენაში. იმიტომ რომ ჩვენი გვყავს ყველაზე რადიკალური პერსონაჟი, მაგალითად იქ რომ შეუმჩნეველი იყოს პირველი წაკითხვით, ეს არის მამაო, პატერ ტერიე, რომელიც იტვირთავს თავზე ამ უპატრონო დატოვებული ბავშვის მეურვეობას თავიდან. ფრაგმენტული პერსონაჟია, მე რეკრება და არც არასდროს აღარ გაგვახსენდება ტექსტის კითხვის დროს, მაგრამ ეს პატერ ტერიე წესით სასულიერო პერია. წესით მორწმუნე უნდა იყოს და წესით მისთვის განმანათლებლური მსოფლმხედველობა უნდა იყოს, რაღაცა რბილად რო ვთქვათ, პრობლემური და ძალიან კარგად მახსოვს ძიდარო მოუყვანს ამ ბავშვს, რომ ეს ბავშვი ეშმაკეულია, იმიტომ რომ რაღაცა ძალიან ზედმეტ რძე სვამსო და მე ასე ვთქვათ, მე ძალიან ჩემ ბავშვებს ვერ გამომწოვა ყველა ყვებავო, ხო, ეს პროტესტი და ეშმაკეულია ნამდვილად და ის ეთქოს რომ კაი რა ეშმაკეული ამ განათლებულ ხანაში ვცხოვრობ და შენ კიდე ეშმაკეულის წამსო ხო ესე იგი ამით იწყებს ეს ფაქტიურად მეორე ეპიზოდია ტექსტის ხო ანუ ჩვენ ვხედავთ რომ მღვდელიც კი განათლების მსოფლმხედველობის გავლენის ქვეშ არის მოქცეული ის იზიარებს ამ მსოფლმხედველობას და არ შეერა არაფერი ირაციონალური ის არაფერი იმისი რაც არ ექვემდებარება რაციონალურ ახსნას და ეს ხაზი გრძელდება ყველა დანარჩენ პერსონაჟშიც. რომ დააკვირდეთ მთელ ტექსტში ფაქტობრივად ყველა პერსონაჟი რომლებიც კი ებრძვის მთავარ მოქმედებს, ყველანი არიან რაციონალისტები. და ყველა კვდება. ყველა კვდება ეს არის ლიცენცია პოეტიკა, ანუ ვთქვათ იუსტიცია პოეტიკა, ანუ პოეტური სამართლიანობის ამბავი, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ყველა მათგანი არის უკიდურესად რაციონალისტი. ზოგი მათგანი რადიკალურად მერკანტილურიც, პრაგმატულები არიან. არა, აი შემდეგ ძიძასთან ხო ჩანს ეს რევოლუციის გამო მთელი მისი დანაზოგი, რომ იქ არ მოკვდეს, სადაც მისი ქმარი რო ინახავს და აი მერე იცვლება საფრანგეთში ყველაფერი და ის ისევ იკვდება, სადაც კი, სასჯელი აუცილებლად ვერ აუწყო ფეხი ახალ დროებას. კი, ზუსტად ეგ არის, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში პასუხი კითხვაზე რატომ საფრანგეთში, იმიტომ რომ არის ის რომ ზუსკინ სავარაუდოდ უნდოდა თავისი ტექსტით კრიტიკულად შეხმიანებოდა მოდერნულობის, განმანათლებლობის ძირითად იდეებს. ჩვენ ვიცით დღეს უკვე რომ მოდერნი იწყება განმანათლებლობით, ჩვენ ვიცით რომ ეს რაციონალიზმი, რომელიც მოდერნმა მოიტანა, მერე ძალიან დიდ ხანს გასდევდა დასავლურ საზოგადოებას და მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაიწყო ამ რაციონალიზმმა რყევა, როგორც ძირითადმა მსოფლმხედველობრივმა პრინციპმა. კი, და ცოტა სუნის ამბავიც ხო არ არის. თუ ზუსკინდის მერე გავრცელდა ეს პარიზი და ეს ფრანგული სუნი და სუნამომაც მაგიტომ მოიგონეს რომ ყოველი გადაბთ რაღაცა სულ არის აი პარიზზე გავლენა ის კარგად დაუკავშირა ერთმანეთს კი ნამდვილად ესია მაგრამ მეც მეგონა რომ ჩავიდოდი რაღაც ბევრი სუნი იქნებოდა ერთმანეთში არა ხა გადაჭარბებულია ეს მე მგონია რომ სუნამოზე ცალკე უნდა ვისაუბროთ იმიტომ რომ ძალიან საინტერესო და ძალიან კარგად მოფიქრებული სიმბოლოა შერჩეული და
ბევრი მნიშვნელობა შეიძლება ამოვიკითხოთ მასში, მაგრამ რომ დაუბრუნდეთ ამ რაციონალიზმის მომენტს, ხო, რომ შეხედოთ მე გრიმალს, ხო, რომელიც ესე იგი ჩვენ ხედავთ, რომ იქ არიან ახალგაზრდები, რომლებიც იხოცებიან მის ამ ტყავის საწარმო რაღაცა დაწესებულება დავარქვათ, ხო, რაღაც სახელოსნოში იწამლებიან და იღუპებიან და სრულად გულგრილი, აბსოლუტურად არ აღელვებს არც ერთი მათგანის ხვედრი. რო შევხედოთ იქ მეორე საბავშვო ბაღის თუ პანსიონატის გავსი რაღაცა რო აქ იმ ქალს ისიც იმას ყნოსვა არა აქ თუ გაიხსენებთ. ეს არ არის შემთხვევითი ყნოსვა, რატო არა აქ და იქ ნათქვა მე ყნოსვასთან ერთადო წაერთვაო გრძნობელობაო. ანუ ფაქტობრივად ჩვენ ვამჩნევთ, რომ ყველა პერსონაჟი მოკლებულია გრძნობელობას, ემპათიას, თანაგრძნობის უნარს, გულშემატკივრობის უნარს და აი ამ ცივ რაციონალურ სამყაროს სურათს გვიხატავს ზუსკინდი ძალიან თანმიმდევრულად ამ პერსონაჟების მეშვეობით და უცებ ჩვენ აღმოვაჩენთ, რომ ეს პატარა ბიჭი, რომელიც პრინციპში არაფრით არ იმსახურებს ჩვენ სიმპათიებს, ამათ ფონზე ბევრად უფრო საინტერესოა, რატომ? იმიტომ რომ ის გრძნობს რაღაცას. მას აქვს შეგრძნებები, მას აქვს აი ამ შეგრძნებების, ის ფიქრობს ამ შეგრძნებებზე, ცდილობს ამ შეგრძნებების დახარისხებას და გრძნობებს და შეგრძნებებს და ემოციებს მისთვის რაღაც მნიშვნელობა აქვს. მაშინ როცა სხვებისთვის ეს აბსოლუტურად უმნიშვნელოა. ამიტომაც ამ მხრივ ეს ტექსტი მგონია, რომ ძალიან ეხმიანება თანამედროვე სამყაროს, რომელიც ასევე ანუ სიამოვნებაში არ არის საფრანგეთზე და არ არის საბოლოო ჯამში არც განმანათლებლობაზე, ეს არის ჩვენს თანამედროვე სამყაროზე ტექსტი, რადგან ჩვენ სამყაროშიც ადამიანები გავხდით ძალიან რაციონალურები, ძალიან პრაგმატულები, ზოგჯერ მერკანტილურებიც და ჩვენს ცხოვრებაშიც ემოციები ასრულებს ძალიან მცირე ადგილს იკავებს და ძალიან უმნიშვნელო როლს ასრულებს, ხო? იმიტომ რომ და ცუდი ტონიც არის ემოციურად. და ცუდიც არის, ხო? არ შეიძლება იქ რაღაცაზე ასე დადგინდა, რომ ხო, რატომღაც. ყოველშვიდობში მე ხარ ესეც ვლაპარაკობ, ეს ყველაფერი ეხება დასავლურ ცხადია საზოგადოებას, იმიტომ რომ აღმოსავლეთის სხვა პარადიგმებს მიყვება და ამიტომ იმაზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ დასავლურ საზოგადოებაში ემოცია გახდა იშვიათი. და შესაბამისად ძალიან ბევრი ხელოვნური ინსტრუმენტი იქმნება დღემდე, რომლებითაც ადამიანებს ეძლევათ შესაძლებლობა, რომ განიცადონ რაღაცა. დაწყებული მექსიკური სერიალებით, რომლებიც აღუძრავენ ჩვენს ბებიებს და ბაბუებს, ცრემლებს და დამთავრებული ჰოლივუდური საშინელებათა ჟანრის ფილმებით, ან ნებისმიერ დაძაბული სიუჟეტის მქონე ფილმებით, რომლებიც ასევე უკვე სხვა თაობის ადამიანებს ზუსტად იგივე ზემოქმედებას ახდენ, შეიძლება ცრემლი არ წამოუვიდეს, მაგრამ ემოციურად რაღაცნაირად ჩაეფლობა აი ამ ყველაფერში და თანა განიცდის. ანუ ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, რომელშიც ემოცია არის ხელოვნური სტიმულირების შედეგი და თავისთავად ძალიან იშვიათად ხდება. ეს ტექსტი მგონია, რომ ზუსტად ამაზეა, ანუ ყოველთვის ერთ-ერთი თემატური ბირთვი ნამდვილად ეს არის და ეს პერსონაჟიც იმიტოა ჩვენთვის ასეთი ახლობელი და მივედი როგორც იქნა პასუხამდე კითხვაზე, რომ მასში ჩვენ ვხედავთ აი მოთხოვნილებას. რომ რაღაცნაირად გქონდეს ეს ემოციები, განიცადოს ეს ემოციები, შეაგროვოს ეს ემოციები, რაც არის ეს ემოციები იშვიათია და ცოტაა და მithumetes დადებითი ემოციები და ფაქტობრივად ნადირობს ამ ემოციებზე. ესეც არის ფაქტობრივად სუნამოს თუ სურნელის ერთ-ერთი სიმბოლური მნიშვნელობა, ხო? სუნამო ამ შემთხვევაში გამოდის რაღაცა, რაც ემოციებს აღუძრავს ადამიანს, რასთან გავაიგივებთ, ეს უკვე მართლა ჩვენი გადასაწყვეტია, ღია სიმბოლოა აბსოლუტურად, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში შეგვიძლია გავაიგივოთ ნებისმიერ რაღაცას და რაც ემოციებს აგვიძრავს და ზუსკინდი ამ მხრივ მგონია, რომ პირდაპირ მეანიშნებს თანამედროვე მედიებზე. მედიები, როგორც ის სივრცე, რომლებიც აგვიძრავს როგორც დადებით, ისევე უარყოფით ემოციებს და ამის შედეგად
შეუძლია გმართოს კიდევაც. და აქ შემოდის უკვე მეორე თემა ამ ტექსტის, რომელიც ძალიან პოლიტიკურია სინამდვილეში. და ერთ დავამატებ, მე-20 საუკუნის ამ პოსტმოდერნულ ლიტერატურაში და ზოგადად მე-20 საუკუნე მოიტანა, რომ მაგიის ელემენტები ცდილობ დაიპყრო. ეს არ არის ახლა ფაუსტიდან მოყოლებული, არ არის პირველი ნიშნები მე-20 საუკუნის ლიტერატურაში, რომ ცდილობ ამ საყოველთაო სიყვარულის და ღმერთობის მოპოვებას არა ვთქვათ რაღაც ქრისტიანული გზით, არამედ მაგიური. შეიძლება ითქვას, არ ვიცი რამდენად ეშმაკეული, ესე ამ სიტყვას არ ვიხმარდი, მაგრამ რაღაც ადვილი გზით ასე ვთქვათ, რომ მოდი შემეძლოს, ალბათ ყველას გვინატრი ერთხელ მაინც რომ ავეხა, ყველამ დაიჯეროს, უცებ რაღაც ხერხი და სუნამო ჩემთვის ცოტა ესეც არის, რომ რაც თქვით, იგივე ჯადოსნური ჯოხი, ეს მედიაც იგივე რაღაც შრომა უწევს და დახვეწა, მაგრამ ამ ხრივ ეხლა ეს პროპაგანდისტული ხაზიც არის, ხო, ამ სუნამოს შექმნა, რითიც შეიძლება რომ გააბრუო მილიონობით ადამიანი და დააჯერო ის რაც ეს არის ერთ-ერთი წაკითხვა ტექსტისა, განსაკუთრებით ის ეპიზოდი, როდესაც ორგიას გამართავს თავი, 1-2 ხელის მოსმით, ასე ვთქვათ, თურსახოცია გაპოხილი ამ თავის სუნამოთი და ეს საკმარისი იყო მერე იმისთვის, რომ ორგია გამართულიყო, ხო? ესეც არის რაღაცნაირად ისევ რაღაცა თანამედროვე მედიებამდე მივდივართ, ოღონდ პოლიტიკურ ასპექტში, ხო, რომ თანამედროვე მედიებს აქვთ უზარმაზარი ზემოქმედების უნარი ზუსტად იმის ხარჯზე, რომ ისინი ზემოქმედებენ ჩვენს არაცნობიერზე, ჩვენს ემოციურ, ირაციონალურ შეიძლება აღქმაზე, რითაც შეუძლიათ რაღაცები გაგვაკეთებინონ, რის კეთებაც შეიძლება ჩვენ სულ არ გვინდა ან არ ვაპირებდით, ხო? და რომ ამას პრინციპში ამის გამოყენება ძალიან თავისუფლად შეიძლება პოლიტიკაშიც და გამოიყენება კიდევაც, როდესაც შენ გინდა რომ აჩვენო, რომ ვიღაცა არის ანგელოზი და ამ დროს ის ანგელოზი კი არა ურჩხულია, ხო? ეს ჩვენ ამას ვხედავთ ყველა შესაძლო გზით ლამის ყველგან დღევანდელ სამყაროშიც და საქართველოშიც, რომ მედიებს შეუძლიათ შენიღბონ ყველაფერი და შეალამაზონ. ეს თემა ახალი არ არის. ხო, ეს ჩვენ ვიცით, რომ ჰოფმანის პატარა სახესწინობა წოდებული და ახლობთ იგივე თემა ხდება, სადაც ეს უკვე განჯადოებულ მოდერნულ სამყაროში, უკვე რომანტიზმი ურტყამს ამ შემთხვევაში მოდერნიზმს, კი არა, მოდერნულ მსოფლმხედველობას, პატარა საიზღარი ჯუჯა, ნათლია ფერია, დაამადლის უნარს, რომ ის ყოველთვის აღიქმებოდეს გარშემოყოფების მიერ საუკეთესო ადამიანად, ხო, საუკეთესო, ან ყველაზე ნიჭიერად, ან ყველაზე ლამაზად, ან ყველაზე ყოჩაღად, ან რაღაც ესე და ფაქტობრივად ეს ცახესი არის ცახესის თავგადასავალი არის რა ვიცი, კითხველისთვის ცოტა მძიმე წასაკითხიც არის მიუხედავად კომიკური მომენტებისა, იმიტომ რომ უსამართლობის განცდა გიჩნდება სულ, რომ მით უმეტეს თუ ხედავ ცახესებს გარშემო. ბევრ ცახეს ხედავ. და გინდა რომ ისე დაამთავრონ გორშოკში იმათაც. ხო, მაგრამ იქაც არის პერსონაჟი თუ გახსოვთ, რომელიც ხედავს ცახესის ნამდვილ სახეს და ეს არის პოეტი, ხო? ხო, და ასე რომ აქაც ხა ეს თუ გინდათ რომ არავინ არ დაინახოს ნამდვილი სახე. ამისათვის თქვენ უნდა გააუქმოთ სწავლა და უნივერსიტეტი თუ გინდათ რომ არ არსებობდეს ასეთი ადამიანი, ვინც ამას დაინახავს, იმიტომ რომ დანახვა და იმუნიტეტი ამის მიმართ არის განათლება. კი. ეს ჰოფმანთან ასეა, მაგრამ ზუსკინთან ასე აღარ არის, იმიტომ რომ ზუსკინს უკვე აღარ ჯერა. პირველი საკითხვის დროს მეგონა რატომღაც აი ჩემი ტვინი სულ პირველად როცა წავიკითხე, რომ აი გოგონას მამა აღმოჩნდებოდა ის ვისაც ხო და აღმოჩნდა რომ ვერა ეგ იყო ზუსტად ზუსკინდის ნიჭიერება რომ კი არა ზუსკინდი ძალიან პესიმისტურია რაციონალიზმის მიმართ ანუ ზუსკინდი ძალიან თანმიმდევრულად და ირონიულად გვაჩვენებს ყველა სახის რაციონალიზმის კრიზისს ანუ იმას რომ რაციონალიზმი უსუსურია და სუსტია არაცნობიერი იმპულსების პირისპირ არაცნობიერი უფრო ძლიერია ვიდრე რაც. ფაქტობრივად სულ ამას გვაჩვენებს. ამ ხრივად ძალიან პოსტმოდერნულია, იმიტომ რომ პოსტმოდერნი ხო გვაჩვენებს ზუსტად იმას, რომ გონებას ყველაფერი არ შეუძლია.
გონება არ არის სამყარო შემოცნების საუკეთესო ინსტრუმენტი. შეიძლება საუკეთესო ინსტრუმენტია ჩვენს ხელში, იმიტომ რომ უკეთესი არ აქვს. მაგრამ ის არ არის ერთადერთი განუმეორებელი და იდეალური ინსტრუმენტი. მასაც აქვს თავის ნაკლოვანებები. თან თუ ამას დავუმატებთ, რომ ამას აბსოლუტურად იზიარებს ზუსტი მეცნიერებები და ბიოლოგია ზუსტად ამას, რომ შენ ბოლომდე შენი მე არის, შენი რაღაც ნაწილი ტვინის და არა თლიანი კონტროლი არ გაქვს, მაშინ კიდევ ერთ რაღაცაში აღმოჩნდება ზუსკინდი და არა მარტო ზუსკინდი, გიუნტერ გრასიც და ბევრი ვიღაც მართალი, ხო? მაგრამ მაინც რა ანტირაციონალიზმი იმაშიც ხო ჩანს, რომ მაგალითად, როცა ცდილობ, საფრთხე იცი და ცდილობ ისე დაგეგმო რომ ამას აერიდო, პირდაპირ მაინც იმ ხტები ხელებში მაინც იმ აქაც რაღაც გარდაუვალობა და ბედისწერის ამბავი ჩანს, რომ მაინც ვერაცდები რა, რაც არ უნდა ვითომ რაციონალური გზით იარო, მაინც მიდიხარ იმასთან. აქ ყველაზე მძიმე სცენა, რომელიც ალბათ თანამედროვეობაში, ახლა თანამედროვე საქართველოსაც რაღაცნაირად მახსენებს, ეს არის ზუსტად მამა, ეს კონსული რიში, რომელსაც ქალიშვილს მოუკლავს და ფაქტობრივად მთელი პერიოდის განმავლობაში მალავდა ამ ქალიშვილს, იცოდა დაახლოებით ყველაზე ზუსტად გამოიანგარიშა მკვლელის ჩვევები და კვლევის ამიზნე და თვითონვე გააცნობიერა, რომ სავარაუდოდ მისი ქალიშვილი იქნებოდა მომდევნო მსხვერპლი და მიუხედავად რიშის გათვლები ფაქტობრივად სრულყოფილია და აბსოლუტურად სწორია ჩვენ ვიცით, ის მარცხდება ჯერ ერთი, მაგრამ მე ყველაზე დიდი პარადოქსი ხო სწორედ ისაა, რომ ძალიან პესიმისტია გათვლების წაგება. კი, შვილ მყარი მამა ფაქტობრივად აი ამ სუნამოს ზემოქმედებით ეუბნება თუ გახსოვთ ეს ძალიან მძიმე ეპიზოდი ასევე ეუბნება გრენოის რომ ფაქტობრივად სიყვარულს უხსნის ანუ ისე ეპყრობა როგორც თავის შვილს ეფერება ზრუნავს მასზე და ასე შემდეგ ანუ რაც იმას ნიშნავს რომ აი ამ იდეოლოგიურ აპარატს ამ მედიას ემოქმედებას აქვს სასწავლებრივი უნარი აბსოლუტურად მოაკლოს ადამიანებს რაციონალური განსჯის უნარი და სრულიად თავისი ემოციების ტყვედ აქციოს და ეს მართლა ძალიან სწორი დაკვირვებაა რომ თქვა სტალინის მიერ დახურეტილი ხალხის შვილებს რომ სტალინი უყვარდათ და კი აი ზუსტად ეგ არის ეს არის ერთ-ერთი ცნობილი ეპიზოდიც არის ამასთან დაკავშირებით მოკლულის თავისუფლებისთვის მოკლულის მამა როგორ მიიახლა მე სტალინს კი ბატონო კი ამიტომ ზუსკინდი კიდევ მეტად დასაფასებელია ვიდრე ეს ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს. უნივერსალური ფორმულებია და პესიმიზმი ჩემი მე მაგალითად მეუბნება რომ შეიძლება არც 2 საუკუნის მერე არ შეიცვალოს არაფერი ამ ხრივ. ხო, ეგ ჩვენ არ ვიცით. არ მიყვარს ამ ტექსტის პესიმისტურად წაკითხვა. მე ვკითხულობ ამ ტექსტს უფრო მეტად როგორც თანამედროვეობის დიაგნოზს. უბრალოდ ესე დიაგნოზია, იმიტომ რომ ხო და პესიმისტური დიაგნოზებიც ხო არსებობს. მაგალითად ტერმინალური სტადიის არ ვიტყვი რაღაცები არის კი, არა, მგონია რომ აქ სხვა თემებიც არის საბედნიეროდ, რომლებიც შეიძლება წინ წამოწვევთ, მაგალითად ხელოვნების თემა. თუ ჩვენ შევხედავთ გრენოის როგორც ხელოვანს და შეუპირისპირდეთ მას დანარჩენ ორ ხელოვანს, რომელიც ტექსტში ასევე გვხვდებიან, ხო? გვხვდება კიდე ორი ოსტატი ნელსაცხებლების, ხო? ეს ბალდინი და პელისე, რომელსაც ვერ ვხედავთ, მაგრამ რომელსაც ეჯიბრება ეს ბალდინი. რომ დავფიქრეთ, მიხვდები ძალიან მარტივად, რომ ბალდინი არის კლასიცისტური ხელოვნების ტიპური წარმომადგენელი, რომელიც წესებს იცავს და სხვანაირად სუნამოს ვერ ქმნის, ამიტომ შემოქმედებითი კრიზისია, ყველა მისი სუნამო ერთმანეთს გავს და ერთხელ შექმნა რაღაც ახალი და ამით დამთავრდა ყველაფერი. თან დააბერდა, მოძველდა, მეორე მხრივ ყავს პელისე, რომელიც ისტორიულად ყოველ სეზონზე თუ ყოველ წელს ახალ სუნამოს ქმნის, რომელიც ძველ საერთოდ არ გავს და აბსოლუტურად ერთმანეთსგან განსხვავებული სუნამოები აქვს და მოთხოვნადია და მოწონებულია საყოველთაოდ. ეს არის მოდერნიზმის ალეგორია, მუდმივი განახლების მომენტის და მერე ყავს გრენოი, რომელიც ახალს ქმნის ძველის კომბინაციის გზით. აი, გრენოიში ჩვენ ხედავთ კლასიკური ეს პოსტმოდერნისტულ ესთეტიკას, რომელშიც ახალი ეს არის ძველის საოცარი კომბინაცია. იმდენად საოცარი, რომ ახალი გეგონია, ხო, ამ დროს უკვე არსებულია და ამავდროულად ნაკურდალია.
როგორც ეს პარავს ამ სურნელს, ამ ლამაზმანებს, ისევე იპარავს პოსტმოდერნისტი მწერა, იპარავს ახლა ძალიან მკაცრი ნათქვამია, მაგრამ მოაქვს. მე ესე ვიტყოდი, რომ იღებს და ართმევს, ხო, მე მგონი აი ამ მოპარვაზე სულ არის ხოლმე დისკუსიები და ჩემთვის ასე განსაზღვრა, რომ მოპარვა არის, როდესაც ვერავინ ვერ ხვდება, რომ მოიპარო და თუ მე მელაპარაკები გადატანითი მნიშვნელობით, რომ აი ეს ციტატაა და გვიჩნდება რაღაც აიდუმლო კავშირი მწერალთან იმით, რომ ის პრინციპში ციტრებს ეს ფილმებში ძალიან მიღებული ხა ტარანტინო პირდაპირ ეს სცენებს იღებს ხოლმე ქონდა ამაზეც პოდკასტი მის პოსტმოდერნისტულ კინოზე და ამიტომ მე მგონი მოპარვა არ ქვია ამას. წამოღება ქვია. მოდი ესე ვთქვა, ბჭყალები აქ არ არის, ალბათ ჩვენი სტუდენტები იტყვნენ რომ ეს პლაგიატია, რა იგი ბჭყალები არ არის, პლაგიატი არ არის, იმიტომ რომ სამდვეში ლიტერატურული გავლენები ეს ძალიან ძველი ამბავია, ლიტერატურული ტექსტები ერთმანეთზე ყოველთვის ახდენ და გავლენას, მწერლებიც ახდენ გავლენას და ეს ძალიან ნორმალური პროცესია, გარდაუვალი პროცესია, უბრალოდ გაჩნია როგორ აკეთებ ამას. პოსტმოდერნისტების გულწრფელობა იმაშია ზუსტად, რომ ისინი ამას ააშკარავებენ, ანუ შენ თუ ოდნავ ნაკითხი ხარ, აცნობერებ, რომ ნიშნებს გაძლევს ტექსტში იმისას, რომ ის ხო უშვებს, რომ აი წაიკითხავს ამას ლევან ცაგარელენ, ქეთი დევდარიანი და მიხვდება, ანუ იქნება ეს ჩემი ფარული დიალოგი ამასთან, თორე ხარ ადმოվել ადამიანად რატომ არ მოვა კიტრა და რო დაწერო წვიბადას, მაგრამ ეგ არ არის პოსტმოდერნიზმი, ხო? ნამდვილად ასე. ხო, და კიდე ერთი თემა არის იდენტობა. და აი ესეც არის პასუხი კითხვაზე, რატომ არის ეს ტექსტი ასეთი მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ თანამედროვეობის ფაქტობრივად ყველა საკვანძო პრობლემას ეხება და ერთ-ერთი ეს არის იდენტობა. ეს არის მორიგი, ეს კითხვაც ძველია პრინციპში, იმიტომ რომ ჩვენ ყოველთვის გვაინტერესებდა ვინ ვარ მე, როგორ გავიგო ვინ ვარ მე, რა არის ჩემი დანიშნულება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჩვენი სოციალური როლი ყოველთვის გვაინტერესებდა. მე პოსტმოდერნის ხანაში გავაცნობიერეთ, რომ ყველა სოციალური როლი სიამდვილეში როლია, ნიღაბია და ფარდობითია და ჩანაცვლებადია და ასე შემდეგ. ზუსკინდი ამახვილებს ამ ტექსტში ყურადღებას იმაზე, რომ ყველანაირი იდენტობა არის კონსტრუქცია. და ჩვენ ცხოვრობთ ხანაში, როდესაც კონსტრუქციების ცვლა, ნიღბებივი ძალიან გვიადვილდება. შეიძლება სხვა ეპოქებშიც, ყველა ეპოქაში, ყველა დროს იდენტობა, კონსტრუქცია და როლი იყოს სოციალური, მაგრამ ეხლა ვართ ეპოქაში, როცა შეგვიძლია განზრახ და манипуляციის მიზნით ჩვენი იდენტობები ვცვალოთ. და ინსტრუმენტარიუმიც უკვე ამისთვის ბევრია. კი, უამრავი დაწყებული რაღაცა ოპერაციებით და ასე ვთქვათ, ჩვენს ხელში ჩარევის შესაძლებლობებით დამთავრებული იმიჯმეიკერობით და ასე შემდეგ, ან მარკეტინგული ხრიკებით, რომლებითაც შეიძლება ჩვენი სახე შევიქმნათ და ჩვენ სტუდენტებს ვეუბნები ხოლმე, რომ მარტივი იყოს გასაგებად Instagram პროფილი, უბრალოდ, აი იგივეა. Instagram პროფილზე შენ იქმნი ისეთ სახეს, როგორიც შენ გინდა და სანამ ვიღაცა გაიგებს, როგორი ხარ შენ ნამდვილად, ძალიან დიდი ძიების ჩატება დაჭირდება, შეიძლება ვერ ჩაატაროს, იმიტომ რომ ეს ვერ მოგიხელთოს ცოცხლად, ხო? კი, და ტექსტით შემიძლია ვაჩვენო ვიღაცას, რომ ჭკვიანი ვარ, მაშინ როცა არ ვარ. თავია პრომპტი ვიცოდე. აბსოლუტურად. ზუსტად მაგ მდგომარეობაში ვართ ეხლა და ამიტომაც შეეხო ეს რომანი თანამედროვეობის ნერვს, აი ამის მოსმენა მინდოდა ზუსტად, რომ რა ახსნა აქვს ყველაფერს, რომ ესე გავარდა შემთხვევით არ ხდება, როცა ასეთი პოპულარული როცა ხდება რომანი, მე ამაზე ფილმს იღებენ, ეს ფილმიც პოპულარულია და რაღაც ამას ყოველთვის აქვს არა მარტო ის ახსნა, რომ აი ხალხს და პაპსა და ესე უცებ მოაგვარო, არა ამას ყოველთვის აქვს ძალიან საინტერესო ანთროპოლოგიური, სოციოლოგიური, კულტუროლოგიური ყველანაირი მიზეზი რის გამოც და ჩემთვის მაგალითად ზუსტად ამიტოა სასიამოვნო, რომ ის ყველას აძლევს ყველას უკრავს თვალს, ასე ვთქვათ, ყველანაირ მკითხველს, მიუხედავად რომ თვითონ არის ასოციალური და ამისთვისაც. ამიტომაც შეიძლება მე ეს დეტალი რომ ვიცი, ყოველთვის მეჩვენება რომ ძალიან პესიმისტურია ეს ტექსტი, მაგრამ სხვათა შორის, როდესაც უდად ხარ, მაშინ პესიმისტური ტექსტების კითხვა, პესიმისტური ფილმების ყურება და პესიმისტური მუსიკის მოსმენა, უდად კი არ ხდის პირიქით, რაღაცნაირი კარგი რეზონირება გაქვს იმასთან, რაშიც ცხოვრობ. თორე აი ხა ვინც იმედგაცრუებულია ამ ყველაფრით და გონია რომ აი ხლა დავიღუპეთ კაცობრიობა. გონია რომ აი ისინი უფრო ცუდად არიან ვიდრე ჩვენ, ვინც ვიცით რომ ეს ხშირად მომხდარა კაცობრიობის ისტორიაში.
ძალიან დიდი მადლობა, უღრმესი მადლობა მოსვლისთვის, საინტერესო საუბრისთვის. ჩემი რაღაც სურვილია ხოლმე რომ მოუნდეთ იმ წიგნის გადაკითხვა ან წაკითხვა, რომელზეც საუბრობთ და მე მგონი ჩვენ დღეს ეს სურვილი აღვწარეთ, თუნდაც თანამედროვე პოლიტიკური, მარგინალური და არამარგინალური ფიგურების გადახედვისთვის იქნება საინტერესო ეს. და მე გემშვიდობებით ხუთშაბათამდე, მადლობა ჩემს სპონსორს მთისწყალს და საქართველოს უნივერსიტეტს, მადლობა ლევანს. დიდი მადლობა. ნამდვილი ძალა თანასწორობასა და თანაგრძნობაშია.